მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია, მე ეკა სანიკიძე გახლავართ და ეთერშია გადაცემა მედ იდეა. ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ განხორციელებულ იდეებზე, მოყავს გამოცდილი ადამიანები სტუდიაში და ვესაუბრებით ჯანდაცვის პოლიტიკისა და მედიცინის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე. მაგრამ, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მიჯნაზე დავფიქრდით, გადავწყვიტეთ, რომ მომავალი თაობის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ამიტომ დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები მოვიწვიეთ სტუდიაში. მოგესალმებით. ნება მიგოძეთ წარგადგინოთ და მადლობა მოგახსენოთ თქვენი დაკავებული დროის მიუხედავად ჩვენთან მოსვლისათვის. რატი ფიფია, რომელიც გახლავთ ბაქსუდის სკოლის და საქართველოს გაეროს ასოციაციის მოდელირების პროგრამის ხელმძღვანელი. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი ამჟამად. დიდი მადლობა რატი. დანიელ მესტიაშვილი, გაეროს მოდელირების პროექტის მონაწილე და კლუბის წევრი, ასევე მთავარი დელეგატი. მადლობა. და ქალბატონი ნატა ბიჭიკაშვილი, რომელიც გახლავთ ბაქსუდის სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სახელმძღვანელოს ავტორი, მენტორი მასწავლებელი და ასე შემდეგ. ანუ ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოგზაურობთ. ძალიან წარმომადგენლობითია, მე ვფიქრობ, დღევანდელი გუნდი. თუ იმას გავითვალისწინებთ, როგორი შედეგები დაიდო საქართველოს დელეგაციის მხრიდან, როგორი ამაყი ვარ მე ხედავთ ჩემს საუბარში, იმიტომ რომ ნამდვილად ვთვლი როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, როგორც მშობელი, დედა და ასევე პედაგოგი, სტუდენტებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს პროექტი ეხება როგორც სკოლის მოსწავლეებს, ისევე სტუდენტებს, რომ საქართველოს დელეგაციამ არაერთხელ გამოიჩინა ნამდვილად თავი, როგორც შიდა, ასე ვთქვათ, შეკრებების და ღონისძიებების დროს ეს თავისთავად ცხადია და სასიამოვნოა, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ თამამად შემიძლია გიწოდოთ დესპანები ჩვენი ქვეყნის. რატიკო, დავიწყებ თქვენგან, იმიტომ რომ მე ძალიან მინდა რომ მოკლედ გავაცნოთ მაყურებელს, რომელმაც არ იცის, ბევრმა იცის, საბედნიეროდ პოპულარულია ეს პროექტი, მაგრამ მაყურებელს, რომელმაც არ იცის, რას ნიშნავს ეს პროექტი, ორი სიტყვით საიდან დაიწყო, როგორ გახდა შემდგომში ძალიან პოპულარული და თქვენ რა მიღწევები გქონდათ. კი ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება გაეროს მოდელირებას, გაეროს მოდელირება არის ეგრეთ წოდებული აკადემიური სიმულაციური როლური თამაში, რომელშიც ძალიან მოკლედ რო აგიხსნათ, ესეთი რაღაც ხდება. ყველა მონაწილეს თავდაპირველად გადაუნაწილდება და მიენიჭება გარკვეული ქვეყანა, შემთხვევითობის პრინციპით და შემდეგ ეს ქვეყნები გადანაწილდებიან სხვადასხვა კომიტეტებში. აბსოლუტურად ყველა კომიტეტს გააჩნია საკუთარი მიმართულება და საკუთარი თემა. და ეს თემები იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეიძლება ეხებოდეს როგორც მიმდინარე კონფლიქტების ფასილიტაციას, ასევე თუნდაც ჯანდაცვის საკითხები ძალიან აქტუალურად დგას და ძალიან მრავალ სხვადასხვა თემას შეიძლება შეეხოს მოკლედ. ამის შემდეგ თითოეული დელეგატი იმისათვის, რომ სრულფასოვნად ჩაერთოს პროექტში, იწყებს კვლევის პროცედურას, რომელიც ითვალისწინებს როგორც თავისი ქვეყნის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მოძიებას, ასევე იმ საკითხის შესახებ, რომელზეც მან უნდა უშუალოდ კონფერენციაზე იმოქმედოს. ანუ დასაბუთებული უნდა იყოს ის მისი შემდგომი კი ბატონო. კი. და რაც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია და რაც მე ძალიან მომწონს ამ გაეროს მოდელირებაში, აი ამ როლური თამაშის ნაწილი რაც არის ის, რომ ყველა დელეგატი იქ წარმოადგენს იმ ქვეყანას, რომელიც მას შეხვდა. და არა საკუთარ ინდივიდუალურ ღირებულებებს და შეხედულებებს. ხშირია შემთხვევები, პრაქტიკაში ჩვენს გქონია, როდესაც დელეგატს ისეთი იდეების დაცვა და ისეთი მოქმედების გატარება უწევს, რომელსაც რეალურად შეიძლება რადიკალურად ეწინააღმდეგებოდეს. არა საინტერესო. კი ბატონო. იმიტომ რომ იმ ქვეყნის ინტერესები უნდა დაიცვას და არა საკუთარი ინტერესები. კი, ზუსტად და აი ჩათვალეთ იქ იმ ქვეყნის დელეგაციას წარმოადგენს და ზოგადად რო ავხსნათ, გაეროს მოდელირება არის მაქსიმალურად ახლო და ზუსტი იმიტაცია იმისა, თუ რა ხდება რეალურ გაეროში. კი ბატონო. კი, პროცედურულ დონეზეც ძალიან ბევრი მსგავსება არის აქ, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ჩვენს პირად მიღწევებს, ბაქსუდის სკოლაში ძალიან ბევრი წელია უკვე ეს პროექტი გვაქვს. და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან ერთად თანამშრომლობით 1996 წელს დაიწყო გაეროს ასოციაციამ საქართველოში ეს პროექტები და დღეს ახლა ბაქსუთში ძალიან აქტუალურად გრძელდება. გვაქვს როგორც შიდა სასკოლო კლუბი, რომელიც მუდმივ მოქმედია, ასევე გვაქვს ყოველწლიურად საერთაშორისო გასვლები, სადაც საქართველოს სახელით ჩვენ დელეგაცია
სკოლიდან მიდის ხოლმე. რაც ძალიან საინტერესოა გაეროს მოდელირებაში, აი ამ აღწერას როცა ვიღაც მოისმენს, შეიძლება დარჩეს იმის შთაბეჭდილება, რომ ეს აუცილებლად დაკავშირებულია რაღაც დიპლომატიასთან, აუცილებლად და საერთაშორისო ურთიერთობებთან. რაც რეალურად ესე არ არის, იმიტომ რომ გაეროს მოდელირება ისეთ უნარჩვევებს იძლევა ადამიანისთვის, რაც აძლევს მას ძალიან ბევრ სხვადასხვა სფეროში განვითარების საშუალებას. მაგალითად, ის ადამიანები, ვინც აი წეგან რომ ახსენე 96 წელს ვინც ჩართულები იყვნენ, დღეს ბევრი მათგანი ძალიან წარმატებული ინჟინერია, წარმატებული ექიმია და ასე შემდეგ. და სწორედ ამიტომ არის ჩვენი სკოლისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომ ეს არ არის უბრალოდ ერთ კონფერენციაზე მივდივართ და იქ რაღაც გამოვიწყიპებით და ჩვენ თავს წარმოვაჩენთ და დამთავრდა, არა, რამდენიმე თვიანი ინტენსიური პროგრამა გვაქვს და ისეთ უნარების განვითარებაზე ვმუშაობთ, რაც 21 საუკუნეში რეალურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორიც არის რაც ეფექტური კომუნიკაცია, დებატების უნარები, ფორს მაჟორულ სიტუაციაში კი ექსპრომტა და ადაპტაცია სიტუაციასთან, საერთაშორისო დოკუმენტების კითხვა და მათთან მუშაობა და ასე შემდეგ. რატი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შეეხეთ ჩემო კარგო, იმიტომ რომ პირველ რიგში დიდი მადლობა აი ამ ძალიან დიდი მართლა ინფორმაციას მოკლედ ლაკონურად გადმოცემისთვის. მე მაინც მინდა რომ შენ მე მოგვიყვე გაეროში თქვენი სტუმრობის ამბავი და ის პირველი გამარჯვება, მართლა დიდი გამარჯვება, თუმცა რაც უკვე შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, ჩემთვის მნიშვნელოვანი რაც არის ჯანდაცვის მენეჯმენტის კუთხიდან, ჯანდაცვის პოლიტიკის კუთხიდან, რაც ჩვენს გადაცემას აინტერესებს. თავისთავად ეს იდეა ჩვენ მედიდიაში ვართ და მაინც ამ კუთხითაც მინდა განვიხილო. მე რამდენთაც მახსოვს ჰარვარდში დაიბადა 50-იან წლებში, მე იმდენად პოპულარული გახდა, რომ ესეთი მასშტაბები მიიღო და დღეს ერთგვარი მართლა სტიმული არის, мотиваცია არის ახალგაზრდებისათვის მიიღონ ამაში მონაწილეობა, მაგრამ აი რა კუთხით მინდა იცით თქვა, რომ თქვენი თქმის არ იყოს, ეს ის კი არა, რომ წარმატებას მივაქციე. კლუბში მუშაობით იწყება, ანუ პირველი საფეხური ეს არის და კლუბური მუშაობა გამოცდილებას გძენთ, ერთგვარი მომზადებაა, ხო, რომ მე იქ საერთაშორისო ასპარეზზე სწორად გამოხვიდეთ, კომუნიკაციის უნარების და უშათ ადაპტირების და ასე შემდეგ ამის გარდა, გარკვეულად კარიერული განვითარების და პროფესიული ორიენტაციის მოდი ასე ვთქვათ, საფუძველიც ხდება, იმიტომ რომ რა თემაც შემხვდა, რომელზეც მე მომიწია ბრძოლამ, ასე ვთქვათ, დაცვამ, ხო, ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესებით, ის თემა შეიძლება გახდეს ჩემთვის შემდგომი საქმიანობის განსაზღვრელი და მიმითითოს იმაზე, თუ რა მინდა ცხოვრებაში. და ეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც მე ვირჩევთ იმ საქმეს, რომელიც გვაინტერესებს, გვიყვარს და გვინდა, იმ საქმეს უკვე სხვაგვარად ვემსახურებით, ემოციურ ნაწილში ვამბობ. რაც შეეხება ცოდნის ნაწილში, ეს ძალიან გვეხმარება იმაში, რომ საერთაშორისო დონის დოკუმენტების რატიფიცირება შეძლოს შემდგომში იმ ყოფილმა, ასე ვთქვათ, მოდელირების მონაწილემ, არ კონდეს მის ქვეყანას და აუცილებელი იყოს და ის უკვე იცნობს ამ დოკუმენტებს, ან გაიზიაროს მეც მომწონს ის, რაც თქვენ მოგეწონათ, რატი რომ სხვა ქვეყანა გვხვდება და გიწევს დაცვა, ანუ იმიტომ რომ ამ დროს ეცნობი იქ მოიკვლიე, ნახე როგორ იყო, ეს პრობლემა იქ როგორ მოგვარდა, შემდგომში მოდელირების დროს კი არა, მე რეალობაშიც, იმიტომ რომ მე ალბათ მიდევნებას აკეთებთ, ხო, როგორ სინამდვილეში რა მოხდა. და ეს გამოცდილება გავიზიაროთ, იმიტომ რომ ველოსიპედი რატო გამოვიგონოთ ახლიდან, მაშინ თუ ეს წარმატებულად სადღაც მუშაობს. ნებამბიძოთ ახლა დანიელს ვკითხო, თქვენ როგორც კლუბის წევრი, როგორც მთავარი დელეგატი, რა დენად ეთანხმებით ერთის მხრივ მე რა შტაბეჭდილებაც დამჭა, გაძლევთ თუ არა ამ უნარჩვევებს კიდევ დამატებით, რა ცოდნასა და უნარჩვევებს გძენთ პიროვნულად რაში გეხმარებათ, ეს ერთი და როგორ ფიქრობთ, ქვეყანას რითი წაადგება თქვენი დღევანდელი ცოდნა ხვალ? მადლობა. პირველ რიგში რატის მოყოლილს დავამატებ, იმიტომ რომ საბოლოო მიზანი მთლიანად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რომ გავაღრმავოთ ცოდნა, შევიძინოთ ახალი მეგობრები, თუნდაც ახალი ნაცნობები გავიცნოთ, რომლებიც დაგვეხმარებიან მომავალში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რეალურად საბოლოო ამ პროექტის არის რომ იღებ რეზოლუციას და ისეთ დოკუმენტს, რომელიც აი თქვენ როგორც ვთქვით, რატიფიცირება რის ხდება შემდეგ გაეროში. ეს აუცილებელია, ხო და ეს აუცილებელი ძირითად შემთხვევაში ასე ხდება. დიახ, სტანდარტი არის რომ დაწერთ დოკუმენტს, ერთად რამდენიმე დელეგატი თანხმდება რაღაცაზე, ზოგს რაღაცის დათმობა უწევს ქვეყნის პოლიტიკიდან გამომდინარე ამ პირიქით და ანუ ეს კოორდინაცია შენ ტოლ ხალხთან პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის
და ძალიან საინტერესო დასკვნებამდე გადიხარ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცას არ ეთანხმებოდე, რაღაცაში არ ეთანხმებოდე მეორე ქვეყანას და დათმობაზე წახვიდე ამ შემთხვევაში არაპიროვნულ, არამედ ქვეყნის დონეზე. ძალიან საინტერესოა ჩემთვის, მაგალითად მე ძალიან ვერთობი, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მიზანი, როცა მივდივარ გაეროს მოდელირებაზე, რომ მე გავერთო, მაგრამ იმდენად მეტი რაღაცა მომაქვს, როგორც არის ახლა მაგალითად ურთიერთობების სხვა ქვეყანაში, რატისაც როგორც ბევრი მეგობარი დარჩა სხვა ქვეყანაში, რომელიც დაგეხმარება მომავალში შენ პროფესიაში, იმიტომ რომ როცა მიდიხარ გაეროზე, ამ გაეროზე მაგალითად იყო გადანაწილებული შემთხვევითობის პრინციპით, იყო როგორც ქვეყნები, ასევე თემები გადანაწილებული, მაგრამ საქართველოში არის ისეთი გაეროები, სადაც ირჩევ რომელ თემაზე იყოს საუბარი, რაზე გინდა დებატი, შენი სურვილი სამებრ. ხო, ქვეყანა მაინც ძირთად შემთხვევაში ნაწილდება შემთხვევითობის პრინციპით, მაგრამ აი ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია. მე მაგალითად ჰარვარდის გაეროზე ვიყავი ისტორიულ, მაშინ რა ქვია, ეგეთი კომიტეტი არის, ოღონდ სპეციალური კომიტეტი ქვია ისტორიულ თემაზე იყო საუბარი, რომის რესპუბლიკის დაცემა იყო და წარმოადგენდით ადამიანს და პერსონას წარმოადგენდით მაგ პერიოდის სენატს წარმოადგენდით მთლიანად და არა ქვეყანას. მაგრამ ეს უფრო საინტერესოა. დროშიც მოგზაურობთ. ეს არ არის მარტო თანამედროვე პრობლემები მოცემული ასე ვთქვათ გადასაწყოთ, არამედ როგორ მოიქცეოდით მაშინ რომ ეცხოვრათ. დიდ პროექტებზე ძირითადად უფრო ხდება ასეთი რაღაცა. მომავლის კომიტეტიც იყო ეს კი შეიძლება ბევრს მოიჩვენოს რაღაც ცოტა აბსურდულადაც ჟღერს სხვა სროევნები, მაგრამ იმდენად საინტერესო და იმდენად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იმდენად სიღრმისეული ცოდნა უნდა გქონდეს იმ პერიოდის, იმ ხალხის, რა შეხედულება ქონდა, რა იყო მთლიანად თემა, როგორ შეიძლება ამის მოგვარება და ეხლა ხო შეგვიძლია გადავხედოთ, რომ რა მოხდა რეალურად, როგორ შეიძლება წასულიყო. რა შეიძლება გაკეთებულიყო უკეთესად, ისტორიის ჩარხი როგორ შეიძლება შეცვლილიყო, ასე კი ისე რომ აი თქვენ კითხვას უბრუნდები, რომ დღეს ზუსტად ასე შეგვიძლია გადავხედოთ იმ ისტორიას და შევცვალოთ ზუსტად ასე უკეთესობისკენ. იმიტომ რომ რამდენი დელეგატიც გავიდა ჩვენი ქვეყნიდან, რამდენი დელეგატიც გავიდა სხვა ქვეყნიდან, ჩვენ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, რაღაც მეგობრობას ვიყალიბებთ ძირითად შემთხვევაში, იმიტომ რომ მაინც რა თქმა უნდა ეს არის შეჯიბრი, მაგრამ არც ერთ ადამიანთან და არც ერთ დელეგატთან მე იქ დამოკიდებულება არ მქონია, რომ მე ამ ადამიანის მტერი ვარ, თუნდაც ისეთ ქვეყანას ან პერსონას წარმოადგენდეს. კონფლიქტამდე არ მიდიხართ არასდროს. არ არის ეს ორგანიზაცია კონფლიქტური და მთელი აზრი ამ ორგანიზაციის არის, რომ კონფლიქტის გარეშე მოაგვაროს მოცემული პრობლემები და ამ პროექტის აზრით არის. გაძლევთ თქვენ ისეთ სქემას, ისეთ სტანდარტს, ისე არის მოქსოვილი ეს ყველაფერი, რომ ვერ მიდიხართ თქვენ პიროვნულადაც, რომ რაღაც გაჩხვა ადამიანი ხარ, ემოცია გიჩნდება, ხო? მაგრამ ის გავალდებულებს მიყვე ლოგიკურ მსჯელობას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული იყოს შენი დავშოთ თუნდაც კონტრარგუმენტი და კამათში დავუშვათ დისკუსიაში გამოიხატოს თუნდაც ის წინააღმდეგობრივი აზრი და არა კონფლიქტში გადაიზრდა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ამ წუთას როგორც მოქალაქისთვის და პიროვნებისთვის. როგორც ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად სოფლიოსაც ძალიან ურთიერთობის კულტურას აყარებს და მაინც დიპლომატიამდე მივდივართ, თუმცა თუნდაც ეს არ ხალხო დიპლომატი, მაგრამ ეს არის კი ბატონო ნამდვილად კულტურა ჩვენი. მნიშვნელოვანია, რომ სხვა კულტურებს ეცნობი ასეთ გაეროებზე როცა გადიხარ და ინტერნაციონალური სიტუაცია როცა იქნება და ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოწვა სხვა კულტურა, სხვა ენა, რელიგია, ტრადიცია. ძალიან საინტერესო არის. ჩვენ ასე გქონდა ტრადიციული საღამო იყო, სადაც ჩვენი კულტურული ტანსაცმლით ახლა ჩოხიც ვიყავით გასულები. ბევრი იყო გამოსული თავის ტრადიციული ტანსაცმლით, ასევე ცეკვები დადგეს, სიმღერა, ძალიან უცნაური, ჩვენთვის უცნაური კულტურები იყო. რადგანაც თითქოს პარალელს ვერ გაავლებ, არ იცი რაზე ესაუბრო, არც ენა არ გესმის, არც რელიგია არ გესმის, არც კულტურა, მაგრამ იმდენად მარტივია დღის ბოლოს კონტაქტი და იმის გარკვევა, რომ რა სურს და შენ რა გსურს და ქვეყანაზე როცა ელაპარაკებ, იმიტომ რომ მე ისეთი კომიტეტი შემხვდა, სადაც ახლა ისტორია ყველა კარგად იცოდა თავისი ქვეყნის. შესაბამისად, ამაზე როცა საუბრობ, განიხილავ ძალიან საინტერესოა ის თავის პერსპექტივიდან როგორ ხედავს საქართველოს, იმიტომ რომ ისეთი ქვეყნები იყო, რომლებიც ჩვენთან ახლოს არიან, მაგრამ ბევრი არ იციან ჩვენ ქვეყანაზე. როგორც პირიქით ახლა. და მათი ხედვა საქართველოზე ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და
თითქმის სულ დადებითი იყო, ამიტომ სასიამოვნო იყო მოსმენა ამის და გაუმჯობესების გზებიც ძალიან ხშირად შეგიძლია წამოიღო აქედან სხვისგან. ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ უკვე ნამდვილად თქვენმა საუბარმა კიდევ ერთხელ დაამარცხმუნა, რომ გაზიარება ხდება ცოდნის გამოცდილების, უნარების და ასე შემდეგ, მაგრამ გამოდის რომ აქ ცოტა სხვა რაღაცაც დევს, ეს არის მართლა მეგობრობისკენ, მშვიდობისკენ, ურთიერთგაგებისკენ მიმართული და პროექტი, რომელიც შეჯიბრმა კონკურსმა ნებისმიერ, მაგრამ ჩვენ თუ ავიღებთ ასაკს, ხო, ქალბატონმა და დამეთანხმებით, ეხა მაინც მოზარდები არიან, რაც უნდა ჭკვიანები და კარგები და ჩვენზე ბევრ რამეში კიდევ უფრო განათლებულები და განვითარებულები არიან, ასაკობრივად, ახლა როგორც ექიმს შემიძლია და თქვენ როგორც ბიოლოგს დამეთანხმოთ, რომ ფსიქონევროლოგიურ, ბიოლოგიურ განვითარებას და ევოლუციურ, ასე ვთქვათ, კონტექსტს თუ ავიღებთ, ეს ასაკი მაინც არის ლაბელური ასაკი თავისი არსით, სკოლის ასაკს გულისხმობ განსაკუთრებით და ამ დროს რაც ყალიბდება გონებრივად, ემოციურად, სულიერად, ეს ძალიან ღრმა კვალს ტოვებს შემდგომში განვითარებაზე და მე მქონია შემთხვევა, გვინახავს ჩვენ ბავშვები, რომლებიც სწორედ ასეთი კონკურსების თუ შეჯიბრების შემდეგ, განსაკუთრებით მარცხის ანუ სამართლობის გამო, ძალიან ცუდი ნალექით წამოსულან, აღარ შევალ დეტალებში და აქ ეს შემთხვევა, როდესაც მოდიან საოცრად დადებითი ემოციით, თუნდაც ვერ გავიდნენ სიტყვაზე იქ იმ შეჯიბრში პირველ ადგილზე თუ საუკეთესოები არ აღმოჩნდნენ იქ, მაგრამ მოდიან საოცრად დადებითი მაინც ასე ვთქვათ ემოციით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, იმიტომ რომ პოზიტივი ყოველთვის ასოცირებულია შემდგომში სურვილთან, მსგავსის გაკეთების და ასოცირების. მე ქალბატონ ნატასთან გადავალ ერთი წუთით კითხვით, მაგრამ შემდგომში მინდა რომ ჰარვარდის თემა კიდევ უფრო ასე ვთქვათ ფართოდ გაეროში თქვენი პირველი სტუმრობის და შემდგომში ახლა ბოლო ვიზიტის არ დაგვავიწყდეს რომ მოვყვეთ და ვთქვათ რა მნიშვნელობა ქონდა ამას ამ პროექტისთვისაც არა მარტო თითოეული მონაწილისთვის, არამედ თვითონ პროექტისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ქალბატონ ნატა, ჩემთვის ახლა თქვენი სტუმრობა ნამდვილად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე მაინტერესებს თქვენი კონტრიბუცია, ასე ვთქვათ, თქვენი მონაწილეობა, თქვენი წვლილი ამ პროექტის განვითარებაში, კონკრეტულად ბაქსუდის სკოლისთვის კი არა, აი ზოგადად ამ პროექტისთვის და ასევე მაინტერესებს თქვენ როგორც ბიოლოგი. რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ამახვილებთ დარწმუნებული ვარ ყურადღებას მაგ შორის ეკოლოგიურ გლობალურ თემებზე. როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობას იძენს ჩვენი ახალგაზრდებისთვის ცოდნის და შემდგომში მათი მონაწილეობის თვალსაზრისით აი გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში, მათ შორის ძირითადად რა თქმა უნდა თქვენთან მაინტერესებს ეკოლოგიური პრობლემები და ჯანდაცვითი, ჯანმრთელობაზე მოქმედი გარემო ფაქტორების მართვის კუთხით. კი ბატონო, პირველ რიგში მაინც გამოვეხმაურები იმას, რასაც აკეთებს თუნდაც რატი და ჩვენი სკოლა, ძალიან გაზრდილები ბრუნდებიან ბავშვები, უკვე განსხვავებული მენტალობით, ბედნიერები, უფრო ლაღები. ეს მართლაც არის ურთიერთობის ხელოვნება, ერთ-ერთი, რასაც აძლევს მათ ეს პროექტი. ახლა რაც შეეხება, ანუ პირველეს ყოვლისა უნდა დაისვას შეკითხვა, როგორი უნდა იყოს ჩვენი მოსწავლე, ანუ როდესაც ის დაამთავრებს სკოლას და აღარ იქნება მოსწავლე, როგორი ცოდნა უნდა გავატანოთ და როგორი უნარები უნდა შეიძინოს. პირველ რიგში ალბათ ეს არ ახალია, სულ მიდის ამაზე საუბარი, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს დაკავშირებული რაღაც ყოფა ცხოვრებასთან, კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ ჩემი აზრით არ არის საკმარისი დღევანდელი ის პროგრამა და ის ცოდნა თუნდაც ბიოლოგიაში, რასაც ვაძლევთ მოსწავლეებს. ანუ აი რა პრობლემებია გამოკვეთილი მოგახსენებთ. ერთ-ერთი ეს არის მობილური ტელეფონები, კომპიუტერები. ანუ აი ნებისმიერ ადგილას არა მხოლოდ სკოლაში შებძანდებით, რაღაც პატარა შესვენება, აი ტრენინგიც რომ იყოს, ან აი საუბარი, ან კაფეშიც კი ახალგაზრდების ხედან, კომპიუტერი, ტელეფონი. ცხოვრობენ ვირტუალურ რეალობაში. რა თქმა უნდა, არ ვარ წინააღმდეგი, ხო, ეს არის ცივილიზაციის ძალიან კარგი მონაპოვარი, მაგრამ რეალურად ნახეთ, ცოცხალი ურთიერთობა ავიწყდებათ ახალგაზრდებს და განსაკუთრებით აი სწორედ თქვენ რო ბრძანეთ, რომ ლაბილურია მათი ფსიქიკა. სწორედ ამ მომენტშია და ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მათ ცოცხალი ურთიერთობა გქონდეთ თანატოლებთან. ეს ერთი რისკი. მეორე რისკი რაც არის, ეს არის ინფორმაცია, ხო, რომელიც არის კომპიუტერში და აი ახლა ყველაზე მეტადაა მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ობიექტური ცოდნა მივაწოდოთ მოსწავლეებს, რათა მართლაც არ დაიბნენ და არ დაიკარგნენ ინფორმაცია და არ წალეკოს. არ დაიკარგნენ ამ
თქვა სოციალურ ქსელებში და უამრავ ინფორმაციაში, რომელიც არ ვიცით სარწმუნოა თუ არა, ხო? და რეალობაა ხოლმე ზოგჯერ, აი რასაც ვკითხულობთ, რაც გვინდა იმას ვიგებთ ხშირ შემთხვევაში და ბავშვი მით უმეტეს. ხა ორი ასპექტი მინდა კიდევ გავარჩიო აქ, ერთ-ერთი გახლავთ აი დიეტები, ხო ბანალურია თითქოს და ალბათ აი ეს დასრულებიდან ყველას რაღაცნაირად მოგვისინჯავს. და მაშინ რაღაცნაირად აი მეგობარი იყო დიეტაზე და ეს მიჩია და რასაც ვუყურებ არის რისკი რომ გაუაზრებლად მოზარდმაც მიმართოს აღნიშნულ ხერხს და ხა თქვენ ექიმი ბრძანდებით მედიცინასთან ასეთი კავშირი გაქვთ და ძალიან კარგად მოგეხსენებთ მოზარდისთვის რამდენად საფრთხის შემცველია ეს. კი ბატონო, გვაქვს სწორი კვება, ჯანსაღი კვება, რადიკალურად ვეუბნებით რომ ჩიფსი არ შეიძლება, ჰამბურგერი არ შეიძლება, კოკა-კოლა არ შეიძლება, ან რა ვიცი, სხვა ანალოგიური პროდუქტი, მაგრამ ნაკლებად ხდება ახსნა რატომ? ანუ თუ არ ჩავუღმავდით, არ დავიჭერებ, მეც არ დავიჭერებ, ვერ. რატომ არ შეიძლება? ხომ გემრიელია, ხო? ანუ სწორედ ეს პოლემიკა გვაქვს ხოლმე მოსწავლეებთან და მეორე კიდევ უნდა მოусმინოთ ახალგაზრდებს. აუცილებლად უნდა მოусმინოთ. აი დღეს გეტყვით სწორედ მქონდა მერვე კლასში, ანუ კვებაზე ვსაუბრობდით, დაბალანსებულ კვებაზე და რა თქმა უნდა, რომ ვამბობ ამ ფრაზებს, ეს არ შეიძლება, ეს ვთქვათ მავნია ან რაღაც ის მაღალფარდოვანი ფრაზებია. ხედავ რომ ნუ აი მართლაც დიდად არ არის ეფექტი არანაირი ბავშვებში და მათ ვთხოვე, იცით რომ აი დაკორექტირება რომ მოვახერხოთ ჩვენი კვების, აი რა იქნება თქვენთვის мотиваცია, თქო და აი მეც ინტერესით ველოდები, რას შემომთავაზებენ. ზოგისთვის იყო ვთქვათ, უფრო ენერგიულად ვიქნები, ვთქვათ, სპორტში უფრო წარმატებული ვიქნები, ვთქვათ, აი არ მოვიმატებ წონაში, ან პირიქით მინდა და მოვიმატებ. ანუ ესეთი კარგი იდეები წამოვიდა ბავშვების მხრივ. ჩვენ უნდა ანუ მიზანი უნდა გქონდეს, რომ მე დასახოს გეგმა. ახალგაზრდებს მოусმინოთ. აი ეს არის ჩემი გზავნილი აბსოლუტურად ყველას მიმართ. რა ჭირდებათ მათ და თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ძალიან კარგად იციან რა უნდათ. აი მართლა ძალიან კარგად იციან. კიდევ ერთი ნიუანსი, აი რაც საჭიროებად ახლა გვაქვს ჩვენ ასეთი პროექტი, ეს არის სწორი ვარჯიში. ნუ თითქოს და რა უნდა, გვაქვს სკოლაში სპორტის გაკვეთილები, შესაძლებელია თქვა დარბაზში ვარჯიში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ძალიან სარისკო მომენტები არის აქ. ანუ ისევ და ისევ, როდესაც რაღაცას კიდევს ბავშვი იქნება, ხელს მოკიდებს ბავშვი თუ დასრული, სწრაფად გვინდა შედეგის მიღება. დაახლოებით, საშუალოდ მერვე კლასიდან უკვე იწყებენ მოზარდები ვარჯიშს. და რაც აღმოვაჩინე, იცით, აი უდროობის გამო ზოგჯერ დარბაზში ვერ დადიან, სახლში ყიდულობენ ინვენტარს და ვარჯიშობენ დამოუკიდებლად. აი საშინელი რისკებია თქვენ ხო მოგეხსენებათ, დის შეფერხება, რა თქმა უნდა, იგივე ხერხემლის პათოლოგიები, ბრტყელტერფიანობა და ეს არის ფაქტები, იცით? და ამიტომ აი ჩვენი პროექტი ახლა რაც უკვე დაწყებული გვაქვს, მოიაზრებს სწორედაც ექიმებთან კონსულტაციას, აუცილებლად სპორტის პედაგოგებთან და რა თქმა უნდა თვითონ გამოცდილება ვისაც აქვს ვარჯიშის, სწორი ვარჯიშის, რაღაც ხარვეზი თუ იყო, გვინდა რეკომენდაციების ბუკლეტი მოუმზადოთ მოზარდებს, რათა სწორ ადგილას ხართ მოხვედრილი, ნეტა იცოდეთ. შეძლონ მათ რომ აი სწორად და ისე რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანონ. იცით რა არის, ჩვენ და მივაწოდოთ ინსტრუმენტები, რა თქმა უნდა. ალბათ დამეთანხმებით, რომ არ შეიძლება, რატომ არ შეიძლება, მინდა. აი დასრულსაც გაგიჩნდება შინაგანი პროტესტი რაღაცის აკრძალვაზე ხომ ასე. ანუ აუცილებლად უნდა ავუხსნათ, ვაჩვენოთ შედეგები გრძელვადიანი და მივცეთ გადაწყვეტილების უფლება, რა თქმა უნდა, ხო, იმიტომ რომ ვეუბნებით არა, რატომ? აი ყოველთვის უნდა მოусმინოთ თავად მოზარდებსაც, უამრავი შეკითხვა აქვს, ძალიან ხალასი და გონიერი თაობაა და თუ ავუხსნით, ისინი ძალიან ბევრ სასიკეთოს გააკეთებენ საკუთარი ჯანმრთელობისთვისაც, ხო, ანუ უპირველეს ყოვლისა რაც არის ბავშვების ჯანმრთელობა, განათლება, უნარები და დღესდღეობით მით უმეტეს აი წეღანაც თქვი და გავიმეორებ, რომ ინტერნეტში იმდენად ბევრნაირი ინფორმაცია და პირდებიან რაღაც საოცრებებს, ხო? როდის დაეჭვდეს თუნდაც მოზარდი უკვე შემდგომში დაამთავრებს სკოლას და ან ოჯახის წევრთან მიმართებაში, როდის დაეჭვდეს, რომ ანუ სწორად ვიქცევი თუ არა ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. აი ეს არის ხოლმე ჩვენი გზავნილი, რომ სწორად წარმართონ მათ თავიანთი
თქვათ, ყოფა ცხოვრება და ჯანმრთელობა ეს მავნე ჩვევებიც უკვე რა თქმა უნდა აცილებული, იმიტომ რომ იცის რომ ნამდვილად მავნეა, ნამდვილად დიახ. ანუ ახსნა უნდა რატომ არის მავნე. აუცილებლად. კი ბატონო, ანუ იცით რა არის? თავს არ ვახვევთ. ნახეთ, ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას. აღჭურვათ ამით ინსტრუმენტებით. ანალიტიკური უნარი განვითარებული აქვს და რა თქმა უნდა, ყველაფერი უკვე თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება აუცილებლად რა ურჩევია. ეს იქნება ინფორმირებული გადაწყვეტილება. კი. არ უღეს ან ცნობიერების ამაღლება და აი იცით რა არის ეს ყველაფერი თითქოს და არის სასკოლო პროგრამაში მაგრამ არ არის საკმარისი იცით ნამდვილად არ არის საკმარისი როდესაც თუნდაც ერთი ან ორი პარაგრაფია გააკეთებს პრეზენტაციას აი გააკეთეს პრეზენტაციები მაგალითს გეუბნებით ხო მაგრამ კი ბატონო აქ იყო ეს ბანალური ფრაზები და იმის იქით აი გულამდე არ მივიდა, მათ გონებამდე არ მივიდა ბევრი რაღაც და ამიტომ ვთქვი რომ ნუ ეს არ არის ეფექტური. რა აზრი აქვს პრეზენტაციის? მე აბსოლუტურად გენთანხმებით და სწორედ ამიტომ მე როგორც მივხვდი თქვენ ეს ყველაფერი ერთმანეთთან დააკავშირეთ, რომ აი ამ უნარებს ეს პროექტი, რასაც ქვია ანალიტიკური უნარი და გადაწყვეტილების მიღების უნარი შესანიშნავად ავითარებს და ძალიან მიხარია უბრალოდ მართლა დაუჯერებელია ზუსტად ამ დღეებში გქონდა ჩვენ გადაცემა იმასთან დაკავშირებით თუ რა მხოლოდ მნიშვნელობა აქვს დაბალანსებულ კვებას, სწორ ვარჯიშს, ცხოვრების ჯანსაღწეს შეიქმნა მოზარდთა ასე ვთქვათ კლუბი, მოზარდთა და ახალგაზრდა ჯანმრთელობის კლუბიც პროექტებია ამასთან დაკავშირებით წამოწყებული, განსაკუთრებით ვეგეტარიანული და ვეგანური კვების კლუბია შექმნილი მოზარდებისთვის, სადაც შეუძლიათ მიიღონ აბსოლუტურად ეს ინფორმაცია და აი სწორედ ჩვენს გვაქვს წამოწყებული მე პირადად შემიძლია სრული პასუხისგებლობით გითხრათ ერთ-ერთ კლინიკაში წამოწყებული გვაქვს ურთიერთობა სასკოლო პროექტი ქვია ასევე პირდაპირ სკოლებთან იმისათვის რომ დავეხმაროთ აი ჩვენი სამედიცინო კონსულტაციებით დღეები გვაქვს გამოყოფილი და ასე შემდეგ სიამოვნებით და აი მე ვფიქრობ რომ უკვე დღეს დაიბადა ახალი პროექტის ნამდვილად იდეა შეიძლება არსებობდა მაგრამ შეიკრა ყოველ შემთხვევაში პარტნიორები გამოვჩდით აგერ რომლებსაც შეგვიძლია ამ მიმართულებით ვიმოძრაოთ თუმცა მე დაუბრუნდებით თქვენის ნებართვით გაეროს აი ამ მოდელირების პროექტს და მინდა გკითხოთ რამდენად განსხვავდებიან აი ყველა არის თუ არა ჩართული მეტნაკლებად ამას აღარ გკითხავთ იმიტომ რომ გასაგებია რომ კლუბია და ამ კლუბის წევრები არიან ხო რატი მე მგონი სწორად ვამბობ უბრალოდ ძალიან მოკლედ მინდა დავსვა ეს კითხვა ხო არას პრინციპით განსხვავდებიან თუ არ განსხვავდებიან უფრო თამამები გადაწყვეტილებაში უფრო სწრაფები არიან თორე ეს ბავშვები რომლებმაც ამ კლუბის წევრობა და მით უმეტეს ასეთ შეჯიბრებში მონაწილეობა მიიღეს. დიახ, სხვათა შორის დიახ, აი წეგან სწორედ ეგ ვთქვი, რომ თუნდაც ამ გამოცდილების შემდეგ, როდესაც ბრუნდებიან, არიან მართლა ძალიან შეცვლილები, უფრო მეც უღმავდებიან ამა თუ იმ საკითხს, ყოველთვის ითხოვენ არგუმენტირებულ დასაბუთებას, რა თქმა უნდა. ანუ თქვენთვის როგორც პედაგოგისთვის мотиваცია. ძალიან დიდი, იმიტომ რომ იცით რა, როდესაც ბავშვი აზროვნებს, ფიქრობს, ხო? მას ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია თავისთავად, ხო, ამასია. მაშინ მე ხა მებადება ერთი იდეა. აი სწორედ ამ ბავშვების გარო წამოვიდეს ინიციატივა და ჩვენ უფროსებმა დაუჭიროთ მხარი, რომ ბიოლოგიის სახელმძღვანელო სასკოლო შეიცვალოს. თანამედროვე და მორგებული ყოველ შემთხვევაში დაემატოს ის რაც აკლია. ანუ იცით რა არის ჩემი მოსაზრება რომ უნდა ვკითხოთ ბავშვებს. შევეკითხოთ. ამას ვამბობ. ბავშვებისგან უნდა წამოვიდეს. ჩვენ სკოლას არ გულისხმობ ბუნებრივად. არა, ჩვენ რა თქმა უნდა საქართველოს სკოლებზე უნდა რა არის საზოგადოებრივი დაკვეთა, ხო? აუცილებლად. რა თქმა უნდა ეს ფაქტობრივი ცოდნა მნიშვნელოვანია, ზოგადი განათლება რა თქმა უნდა აუცილებელია. დიახ. მაგრამ საჭიროა ცოტა უფრო მეტი იმ კუთხით, რაც მათ მართლა დაეხმარებათ ცხოვრებაში და გამოადგებათ ბევრად მეტად, ანუ შესაძლებელია ზოგიერთ საკითხი არ იყოს სესიღრმისეულად გარჩეული, რაც ნაკლებად გამოადგებათ მათ ცხოვრებაში და დაემატოს ეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის უფლება, ჩვენ კონსტიტუციურად გვაქვს ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება. ამ ბავშვებმა უკვე მოდელირების პროექტის ფარგლებში იმდენი რამ ნახეს და იმდენი ამოცანა შეასრულეს, რომ ხვდებიან, რომ ცხოვრობენ გლობალური დათბობის და გარემოს არანორმალური დაბინძურების პირობებში, რაც მათ ჯანმრთელობაზე როგორც გარე ფაქტორი მოქმედებს და შესაბამისად ვეღარც ვიტყვით, რომ მარტო გარე ფაქტორი, იმიტომ რომ კოკრაებით დადგენილია, რომ თუ მრავალი წლის განმავლობაში რაღაც ფაქტორი მოქმედებს, ის უკვე გენეტიკურ სტრუქტურასაც ცვლის და პირიქით. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით თუ ჩვენ რაღაცა
ეთნოგენეტიკური კონტექსტით წავალთ, ცალკეულ ქვეყანას სხვადასხვა მოთხოვნილება შეიძლება ჰქონდეს გარკვეულ ნუტრიენტებზე, გარკვეულ გარემო პირობებზე და ასე რომ ეს კვლევები დადასტურებული და საკმაოდ მტკიცებითი ფაქტია და ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო თემაში ვახეთ, უბრალოდ სხვა მხარეს რო აღარ წავიდეთ, მე ნამდვილად მიხარია და ალბათ ფიქრობ უკვე იმაზე, რომ ეს იდეა ჩავინიშნოთ, რომ გაეროს მოდელირების კლუბში ყოველ შემთხვევაში ხა საერთოდ ჯორსო დონეზე რანდომულად არის, მაგრამ თქვენ თემების არჩევა შეგიძლიათ და ის თემები, რომელიც არჩეული გვაქვს ჩვენ მოზარდთა ჯანმრთელობის კლუბში, შეიძლება დავაინტეგრიროთ და ძალიან საინტერესო ერთობლივი ღონისძიება. მე პირადად შემიძლია ბალნეულში დაგვატიჟოთ, იმიტომ რომ იქ გვაქვს ჩვენ მოზარდთა კლუბი, ბაქსუდის კლუბის და შემდეგ უკვე სხვა უნივერსიტეტების გაეროს კლუბების წევრებიც, რომლებსაც ამის სურვილი ექნება და ერთად ვიმსჯელოთ მოზარდთა ჯანმრთელობის, როგორც კვების, ისე ფიზიკური აქტივობის და მოზარდებისთვის დამახასიათებელი დაავადებების პრევენციისა და მართვის საკითხებზე. მე მგონი კონფერენცია შეგვიძლია მოვაწყოთ და ეს იდეა ჩავინიშნოთ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნატა, მე ისევ დაუბრუნდები თქვენის ნებართვით, თქვენ თვითონაც მომეცით ისევ კიდევ ამისი უფლება, იმიტომ რომ მოდით მეტი ხმა და დრო დაუთმოთ ჩვენ ახალგაზრდებს და მე მინდა რომ ძალიან ესეთი ისევე ლაკონურად და მნიშვნელობითი თვალსაზრისით მოგვიყვეთ ორი სიტყვით თქვენს პირველ ვიზიტზე რა ემოცია იყო პირველ რიგში ეს ბავშვები რომ მოხვდით ამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისში და ჰარვარდის გამოცდილებაზეც რაც კი ბატონო ის პირველი ვიზიტი რომელსაც თქვენ გულისხმობთ იყო 2017 წელს 17-ში და მაშინ მეც აი ამ კლუბის წევრი ვიყავი როგორც დელეგატი დღეს თუ კი ამ კლუბის ხელმძღვანელი და ტრენერი ვარ მაშინ მე თვითონ ჩართული ვიყავი და დელეგატი ვიყავი თან ეს აღსანიშნავია რომ ჩემთვის იყო პირველი არამხოლოდ საერთაშორისო კონფერენცია არამედ პირველად ქვეყნის გარეთ გასვლა და უცებ ასეთი თან ასეთი გასვლა კი ჩემთვის ეს იყო კოსმოსში გაფრენის აი ალბათ მაგას თუ შევადარებ იმიტომ რომ უცებ აი მოულოდნელად კარგი გაგებით თავს დამატყდა იმდენი ისეთი რაღაც რაც აქამდე საერთოდ არც ვიცოდი თუ არსებობდა. თან ისეთ ასაკში 16 წელს ვიყავი მაშინ და ძალიან ისეთი ბევრი ინტერესი მქონდა და ასევე ძალიან ბევრი რაღაც იყო ისეთი რაც არ ვიცოდი რომ აინტერესებდა. და აი ეს პროექტი სწორედ აი ამაში ამის აღმოჩენაში დამეხმარა. და აი ცოტა ხნის წინ რო საუბრობდით რომ ეს გაეროს მოდელირება ეხმარება ადამიანს რომ ნახოს სამომავლოდ რა უნდა, ეს რა თქმა უნდა ერთი მხარეა და მეორე მხარე არის ის რომ ნახოს რა არ უნდა. თორე ჩემ შემთხვევაში მაგალითად ისეთ კომიტეტებში პრაქტიკა მქონია ისეთ კომიტეტებში თამაშის ასე დავაკვათ რომ მივხვდი რომ კი საინტერესოა მაგრამ მე აქ ჩემთავს ვერ ვხედავ და იმას აქში როდესაც თან რაღაც ეს უნივერსიტეტში ჩაბარება ახლოვდება თან ესეთი ვითარება რო არის აი ამ პერიოდში დამეხმარა ყოველ შემთხვევაში რაღაცეებში რომ როგორც მინიმუმ რაღაცები გამოვიწყდა კი რაც შესანიშნავია ძალიან მნიშვნელოვანია ხარა შეეხება იმ ჩვენ პირველ ვიზიტს. ეს ვიზიტი შედგა ასევე ბაქსუდის კლუბის დელეგაცია წავედით. მაშინ შედარებით მცირე რიცხოვანი იყო ჩვენი კლუბი და ყოველი შემდეგი გასვლის მერე დანიელის დამეთანხმება რომ ინტერესი იზრდება და ახლა რეკორდულ მაჩვენებელზე ვართ რაოდენობის ასული. მაშინ მაინც ასე ვთქვათ მცირე რაოდენობის კლუბი წევრებისგან შემდეგი კლუბი იყო კი ბატონო. და როდესაც ჩვენ წავედით, ჩვენი კონფერენცია იყო ნიუ-იორკში, ვუფუნას ეგიდით ჩატარებული კონფერენცია, რომელზეც წარმოადგენდით სხვადასხვა ქვეყნებს, ბუნებრივია, თუმცა ვიყავით საქართველოს სახელით ჩასული დელეგაცია. ეს მნიშვნელოვანია. კი ბატონო. სხვადასხვა კომიტეტებში ვიყავით დანაწილებული და როგორც ხდება პრინციპში სტანდარტულად და ნუ 3 დღე გაგრძელდა იქ საკომიტეტო სესიები. ძალიან აქტუალურ რეჟიმში და როდესაც ეს საკომიტეტო სესიები დასრულდა და მოვიდა ეს დასკვნითი ფაზა, როდესაც დახურვის ცერემონია და ჯილდოების გადაცემის პროცედურა მიმდინარეობს. სიმართლე რომ გითხრათ, რახან ჩვენთვის ეს პირველი იყო და ამ ხელა ასპარეზზე არ გქონდა გამოცდილება, მოლოდინიც იმ ხელა არ გქონია, რაც რეალურად შედეგი მივიღეთ. არაერთი ინდივიდუალური ჯილდო წამოვიღეთ იქიდან და რაც ყველაზე მთავარია პირველი კი დღემდე ძალიან ვამაყობ და ყველგან ძალიან სიამაყით ვიტყვი ამას რომ იყო პირველი სკოლა და პირველი ქართული დელეგაცია რომელმაც ამ ხელა საერთაშორისო მასშტაბზე მოიგო აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დელეგაციის ჯილდო და შემდგომ ისე განვითარდა მოვლენები რომ შემდეგ წელსაც ჩავედით კონფერენციაზე და შემდეგ წელს კიდევ უფრო მეტი ინდივიდუალური ჯილდო წამოვიღეთ და ეს აღმოსავლეთ ევროპის ჯილდო მეორედაც ავიღეთ და მოკლედ
ამერიკული გაეროს მოდელირების ისტორიაში ოქროს ასოებით წერია საქართველოს ძალიან ხშირად ვართ მაინც საერთაშორისო ასპარეზზე პირველები. ძალიან მასშტაბი რეალურად იმ კონფერენციის ძალიან დიდი იყო. ძალიან ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან მათ შორის ბუნებრივია ჩვენივე კონკრეტულ ასპარეზში აღმოსავლეთ ევროპის იგივე რუსული დელეგაციებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც გაცილებით უფრო დიდ რიცხოვანი იყვნენ და ნუ ჩვენთვის ამიტომაც კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც არის განსაკუთრებით საამაყო, რომ პატარა ქვეყნის პატარა დელეგაცია მოვახერხეთ და სხვა დელეგაციები მოკლედ ასე ვთქვათ დავჯავნეთ. კი ბატონო, საკმაოდ ემოციურია. ჩემთვის კიდევ ერთხელ ამის მოსმენა მიუხედავად იმისა, რომ თვალს ვადევნებდი მაშინ ამ მოვლენებს და ვიყავით მოკლედ ზომოდ ბედნიერები, რომ ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა ბავშვებმა ამ თაობამ გვასახელა და ჩვენ ზოგადად აქ გვაქვს ამოვიწყეთ რუბრიკა ისტორიულ თაობებს, რაც ეხება წინა თაობა და ახლანდელი თაობა და აი ეს გამოცდილება პლუს ცოდნა, ეს კავშირი, ეს მარადიული პარადიგმა, იცით რა, მამების და შვილების, ანუ მშობლების წინა თაობის და შემდეგი თაობის. ეს ალბათ ყოველთვის დარჩება, მაგრამ დღეს თანამედროვე ეპოქაში განსაკუთრებით გამოიკვეთა, მე ასე მგონია, თანამედროვე თაობის როლი როგორც მმართველის. არ მეშინია ამის თქმა, იმიტომ რომ თქვენც აღნიშნეთ, აქ იმაზე კი არა რომ მათ რა სურთ და ჩვენ მოდით მათ სურვილებს მოვერგოთ და შევუსრულოთ სურვილები და ისე წარმართოთ დაუშვათ ქვეყნის ბედი რომ შემდეგ მათ კარგი მომავალი ქონდეთ. არამედ აქ უკვე საუბარია მათ ჩართულობაზე, რომ ისინი იყვნენ ჩართული ამ მართვაში და თვითონ მოძებნონ უფრო თანამედროვე, უფრო სხარტი, უფრო კარგი მეთოდები ამ მართვის და უფრო მეცაც ვიტყოდი. წავიდეთ ჩვენ ახლა ნელ-ნელა პენსიაზე და მართონ ამათ ჩვენი ქვეყანა ძალიან ახლო მომავალში. ნუ ხუმრობ რა თქმა უნდა, მაგრამ იცით რა, არის დგება, კაცობრიობაც ბერდება. მე ვფიქრობ, რომ კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ხო? ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან, ძალიან მნიშვნელოვანია. მე დანიელს კითხავ ორი სიტყვით და მე ვფიქრობ, ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი ამით დავასრულოთ და მეორე ნაწილში პატარა იმპროვიზაცია გავაკეთოთ. დანიელ, როგორ ფიქრობთ თქვენ, რამდენად საინტერესო იქნება მომავალში თქვენთვის მუშაობა კონკრეტულ რომელიმე პროექტზე, რომელიც სწორედ ქვეყნის შიგნით კონკრეტული რომელიმე მიმართულების, ან თუნდაც ზოგადად ჩვენი ქვეყნის საგარეო ან შიდა პოლიტიკას შეცვლის, ან კონკრეტული რომელიმე სფეროს კარდინალურ, რადიკალურ განვითარებასა და შემდგომში განვითარებას გამოიწვევს. გაქვთ ამის შეგრძნება, რომ შეგიძლიათ ამის გაკეთება თქვენ თაობას? გაგიჩნდათ რამე ესეთი იდეა? ამ შემთხვევაში მე მივდივარ საერთაშორისო ურთიერთობებზე, ამიტომ საკმაოდ აქტუალური და მნიშვნელოვანი თემაა იქ ჩემთვის. საგარეო პოლიტიკის შეცვლა, შიდა პოლიტიკის შესაბამისად, ან შიდა პოლიტიკის შეცვლა იმის რომ საგარეო შეიცვალოს, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და აქტუალური თემა ჩემთვის. ჩემთვის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, ასევე ჩემი მეგობრებისთვის, იმიტომ რომ ძირთად ისეთ ხალხთან მაქვს ურთიერთობა და ისეთ ხალხთან მეგობრობ, ვისაც ეს თემა აღელვებს, აინტერესებს და შესაბამისად შეცვლას სურთ. ასევე ბევრი სხვადასხვა იდეა, როგორც მე მაქვს, ასევე ჩემთან ატოლებს. არ არის აუცილებელი რომ ეს იყოს რაღაც მაინც როგორც თავიდან ვთქვით პოლიტიკასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხზე შეიძლება გამოხილდეს ხან-ხან ყურადღება აგრიკულტურაზე, იმიტომ რომ ვიყავი დამსწრე საქართველოში იყო აი ფუნა ახსენა რატიმ, ისინი იყვნენ ნიუ-იორკში ამ შტაბ-ბინაში, ერთ-ერთი ჟენევაში არსებობს შტაბ-ბინა და 53 კონფერენცია იყო, რომელიც თბილისში ჩატარდა და მე ვეხმარებოდი ორგანიზაციაში, მთხოვეს და მიგვიწვეს, იმიტომ რომ ჭირდებოდათ რაღაც კონკრეტული ხალხი. და შესაბამისად ამ დახმარებაში ვესწრებოდი რამდენიმე, ანუ ეს რეალური კონფერენცია არის, არ არის მესმის სიმულაცია. კი ბატონო. და რო დავაკვირდი, თითქმის იგივენაირად მიმდინარეობს, როგორც კონფერენციები მიმდინარეობს ჩვენთვის და ასევე იმდენად საინტერესო ხალხი გავიცანი, იმიტომ რომ მანდაც ახლა კონტაქტში შევედი. ამერიკის დელეგაცია გავიცანი, ძალიან საინტერესო, ჟენევიდან ხალხი და აგრიკულტურის ნაწილზე იყო საუბარი და როგორ შეიძლება განვითარება. იყვნენ როგორც ამერიკელი სპეციალისტები, ასევე ქართველი სპეციალისტები მოწვეული და იმდენად საინტერესო თემა იყო 2 საათი ნიჟეში. დაინახეთ ამაში საქართველოს პოტენცია. კი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მიწათმოქმედი ქვეყანა და თითქოს არ არის ჩემთვის ეს საინტერესო თემა, ესე რო შეხედავ ერთხელ თითქოს არ გაინტერესებს, ახლა ამაზე ვერ მოვისმენან, რაღაც სხვა საქმე მაქვს, მაგრამ
ერთი ამისი მოსმენა, მე კიდე სხვა თემებზე გადავსვა, მაგრამ ამაზე კონკრეტულად იმიტომ გამომახვილე ყურადღება, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი არის საუბრობდნენ ექსპორტზე და იმპორტზე და როგორ შეიძლება რომ არ იყოს საჭიროება იმპორტის და ექსპორტი როგორ შეგვიძლია გავსარდოთ და როგორც ეკონომიკურად ასევე პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანი თემა იყო, ამიტომ დავრჩი და ასეთი თემები და ასეთი პროექტები საქართველოს სერიოზულად ეხმარება. ბევრი დაწესა საზოგადოებაში ბევრი იყო, ვისაც სურდა დაუშვათ ამ თემაზე მუშაობა, ამ თემაზე გადასვლა. თვითონ მოწვეული ვინც იყო სტუმარი, საერთოდ სხვა რაღაცაზე ჩააბარა რაღაც ინჟინერიაზე, ზუსტად არ მახსოვს ტექნიკურ უნივერსიტეტში მგონი და უბრალოდ ესე გადაწყვიტა, რომ სოფელი აქვს და სურს რომ იმუშაოს ამაზე. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მე მივიღე ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი და ძალიან ბედნიერი ვარ ნამდვილად, იმიტომ რომ ეხლა რაც კიდევ ვერ ვთქვით და ვერ ჩავშალეთ, იმის მიღმა გასაგებია, რამდენი რამ შეიძლება, ანუ ეს არის მე ვფიქრობ ამოუწურავი მართლა საბადო, საიდანაც გამუდმებით შეიძლება წამოვიღოთ საინტერესო იდეები და ნამდვილად წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. მაშინ მე მოვიწევ ეხლა სტუდიაში კიდევ ერთ სტუმარს, ანი გრძელიძეს, რომელიც ასევე მონაწილეობდა გაეროს მოდელირების პროგრამაში და რატის ვთხოვ, რომ პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ პირდაპირ აქ ჩვენ სტუდიაში და აი ამ სიმულაციური თამაშით წავეხმაროთ კიდევ ერთ სფეროს ჯანდაცვაში საქართველოს მასშტაბით, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა დროებით.